ნადირობა. თევზაობა. დაუვიწყარი თავგადასავლი. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და თვალი ადევნეთ ჩვენ სიახლეებს. მოგესალმებით, ყველაზე ექსტრემალური ნადირობა გველოდება წინ და დაუვიწყარი 3 დღე დასავლეთ საქართველოში. რიკოძე ვართ. დღეს არის 25 თებერვალი და მივდივართ სანადირო დასავლეთში. აი, მაგარი თოვლია, გზაში ვართ. ექსტრემი. ვიდეოს ბოლომდე უყურეთ. დაელოდეთ ძალიან მაგარ ნადირობებს ჩავატარებთ. ეხლა დრო არ დავკარგოთ. პირველ საკლია 15 წუთი, დილის 5 საათზე უნდა ვიყოთ უკვე ანაკლიაში. წავედით. ჩვენი სუბარი კი არის ხოთზე. ეს ნაპირას დავდოთ ხო ახლოს. მოჩა მოგივიდა, მოჩა. აგერ. აიგა. როცა ისე შემა გაიჩნდა სწორედ ფარეზე ჯახებოდეს რა ხო. ო, და დაანახოთ არა ისე მოდი ახლა ხარ ამბუჩა ასე გაუგეთ აი ხო აიგა არა ხო არა ეს ამ კონკრეტი და იმაში არა ხო ისე აგი პირდაპირ მოდიან დაიმალე აღარ დაუძახო. ხედავ ბიჭუნას ჩურს. მოხდა მაგას. შენი ბრონიშილეტი გაცვია შენი დედავატირე. რომელი ხვი იყო ისი? ფართოცხვირა მამალი, მაგის დედავატირე. შენი ბრონიშილეტიანი დედავატირე მე. იქა ადგილები გავცვალოთ რა ვაზნე. დატენი. ოშა დაუშვი. ვაიმე ვერ დავინახე. ებიჭო თრუსი. ხო ადგილები გავცვალოთ მენაში. ვაზნები მომხდა. ვაიმე ეს რა იყო?
მაინც ვერ მოვკალი წელს ეგ რა. თან მაგას ვფიქრობდი მათ ეს ეყრება თქო, თან როგორ გაჩერდა, ნახე? დაუძახე. აუ რა გუნდი გამაზა ვაჟამ. უნდა დავხდეთ, დავიმალოთ უნდა. დაიმალეთ, კარგად დაიმალეთ. უშენია დავა. რა იხვი შემოვიდა მაგის რა ლამაზი იყო ეგ დედა აფეთქე. აგი წინ დაუძახე. მოდიან. სიგარეტი ვერ მოვწია მათ ხელში მე. სად მომიყვანე მათ ეს რა არის? დავიდა უკვე რამ ხელა ყარყი. აგე წინ ჩაგვიჯდა მაგარი გუნდი ძმაო. ბიჭო. ეგარი საღოლ მათებიჭი მაგარი უცნაურად შემოვიდა მაგარი ერთმა ჩვენმა ჩიროკმა გამოაჩინა ჩემი დაკარგული ლიფტი. ნახე სად რას ლაპარაკო შენი ტყუები აქ ყოფილა ამდენი ხანი აბა წამო ჩაუждეთ კაია ბიჭებო არ მოდუნდეთ ბიჭო სად მოხსენი ბიჭო ბრავო იგა ნახე ზევით ხო ორი წალი გოდია და სად მოხსენი აუ რა მაგრად გაასწორა მალაცი კაი დასაწესია ესეც მეორე დედალი კარგია
წრილი ვიხი, მაინც ლამაზად შემოდის. ხარა ლამაზად მოდი და იქიდან 2 წელი. ხო, ის ხო, ბაზარი არა. საერთოდ მაგრამ ის გაიმაზა. ის არ მოვიდა და ან არა. ხო. ამიტომ შანსებს არ უშვებდებით. უკიდან მოვიდა, ხედავ? უკიდან მოვიდა. ხო. ხო. დაველოდოთ, კიდე გადმოვიდა. აი, უნდა ჩაუჯეთ ხამას ლამაზად. პირველი მოხდა. Молодцы! ეს ჯერ დასაწყისია. საიდან ჩამოვაგდე, დაინახე? გვაჭერდი. შორი იყო. შორი იყო, დაგვინახა რა. არ გამოძრავდე. მოდიან. ადრია, წავიდა. მოხდა იმას მოხდა იმას. აი აქეთას მოხდა. აუ ორი ხარაზული, ნახე როგორ ჯდებოდნენ? არა, იმიტომ შეტრიალდნენ. ორი ცალი ხარაზული გაიმაზა, რა მაგრები მამლები იყვარ ერთი მამალი და დედალი. ტყვია არ მიდევს პირში. ვიცი. ტყვია არ მამ. იმას შეიძლება გაუტყდეს გზაში. იმას შეიძლება გაუტყდეს ვალი გზაში. ვეღარ დაფრინავს მომავად ის. აუ რა ლამაზად შემოვიდნენ. მოიცა, გაჩერდი.
ბუმბულს აინახე? რა? რატო ვერ იმაშობა კლავს? ჩამოვარდება. ჩამოვარდება. კი, ეგე. ორივე მოხდა. ჩამოვარდა. ორივე მოხდა. ჩამოვარდა იგივე. იგივე ჩამოვარდა. აი, იწყლის იქ მოდი, მოდი, ტყვეები ჩალაგი, იყო ეგ მოდიან. გაუჩერე. არ ესროლოთ. დავაი. ხო მოხსენი ერთი ხარაზული. მოხსენი? აბა რა ვქენი ეგე რა? ბრავო ბიჭები! მოიტანე. და იხებთან ერთად არის კარგი ზომის კარასი, რომელიც ვაჟამ მოინადირა თოფით თან. ლიცენზია ჰქონდა თევზის. შეძლო სპეციალ არავინ არ დამიჯერებს, მაგრამ იხებთან ერთად მოვინადირე კარასი და დავიჭირე. კი ბატონო, აგერ არის. 4 ნომრით. 4 ნომრით. ხო, 4 ნომრით. შვენიერი დღე გამოგვივიდა. მათე, რაო? სალამი. კარგი დღე იყო ნამდვილად. როგორ წარმატებები ხვალ ზეგ და რა ვიცი. ირაკლი. ათეს უხდი დიდ მადლობას. რისი რა. რო დღეს იყო ჩვენს გვერდით. ამას ენაცვალოთ ჩემი თავი. დღეს ვისიამოვნეთ, კარგად 10 იხვი ავიღეთ. 4 დაიკარგა, ვერ ავიღეთ რა. 4 ვერ ავიღეთ ესე რომ. ბევრი ვეცადეთ, იმიტომ რომ ფაქტობრივად დაჭრილები იყვნენ და კი იცით ახლა ვინც მონადირეები ხართ, გაგუგებთ, როდესაც კამისში ჩავარდება ეს დაჭრილი იხვი, იმას აღლის გარდა ვერავინ არ იპოვის. ხო, ესე ჩვენი პირველი დღე, დანარჩენი ხვალინდელი და ზენგინდელი დღე კიდე წინ გვაქვს და დავდოთ აბა მოვლენების განვითარებას. ეხლა რა შვებით? ეხლა სტანდარტულად ვიქეიფოთ. წავედით, დროებით. დილის ნადირობა ძალიან კარგად ჩავატარეთ, რა სიტყვი? კაი, იყო ძალიან შვენიერი, უმაგრესი, უმაღლესი. ეხლა მივდივართ საღამოს ნადირობაზე. და ყველაზე მთავარი გინდა გითხრა რა არის ბიჭებმა, ჩვენმა ძმაკაცებმა, სენაკელებმა, სასტუმრო დაგვიჯავშნეთ მეთქი და ისეთი ამ ნადირული თემა რო იყოსო და ტიპებმა სასახლე დაგვიჯავშნეს. კარგად, გავატარეთ კარგად დამისვენ. აი ხლა სანამ სასახლეში ვარ. მეოთხე სართულზე. ჩვენ დავდივართ იარაღებით და ოზიკებით. ხო. აი. ხო და მეოთხე სართულიდან სანამ პირველ სართულზე ჩავართ. რა ვიცი, ხალხი ცოტა საეჭვო თვალით გვიყურებს. ხო. ეხლა ორი კატერი ჩევალთ. ფოთში, ნათხარის ტერიტორიაზე და მინადირებთ ფიტულებით. აბა, იქ შეადგენს მოდი. აი. აგერა ვართ. ხო, შუქი არ არის ხალხებული. ხო, აი ესეთი დიდი საკონცერტო დარბაზი არის. და ჩავდივართ დამლა. ფიტულებით ვინადირებთ, ორი კატერით შევალთ და დღესაც იმედია კონცერტს მოვუწყობთ იხვებს. აბა, წავედით. ბიჭებიც უკვე მალე მოვიდნენ. ხო, ზე გამოვიდა. აღარ არის ესეთი ამინდი, რაც სამწუხაროა, არ უხდება იხვზე ნადირობას. ზედა კარგი ამინდი, მაგრამ რა ვიცი, ვიმედოვნებთ, ხა ხელა გზაზე ვარ წამოსულები. სამდღიან ნადირობაში ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი წილი იხვი შეგხვდება. ეს გზაში გაგვიფუჭებია, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი თოვლი იყო გზაში და რამოდენიმე ადგილას მოგვიწია ცოტა ხიდებით მუშაობა. კიდე კაიო, ორხიდიანი მანქანით წამოვარდით. ხო, ნაობს გადავთოვლავთ, იმიტომ რომ შიგნით იქნება თოვლი და დანარჩენს უკვე ფოთში ვივხედავთ. ველოდებით ახლა ბიჭებს და წავალთ ფოთისკენ. ამინდი გვაქვს კარგი, სანადიროდ კარგი არა. აი, როგორც ხედავთ, ჩაუბარგდით. იმედები გვაქვს? მაგარი, როგორც ყოველთვის. თავარია,
იმედი გვაქვს კიდე. იმედი კიდე ბოლოს ხდება. ნახოთ. წესი დარიგით. რა ვიცი, ამ ადგილას რამდენჯერად შევედით და გვინადირია, ხელცარიელი არ გამოვსულვართ და ეხლა ბიჭები დალოვინ დალის სადღეგრძელოს, თუ მარტო დალის სადღეგრძელო არ უშორა, მე მიახმარენ ოჩოპინტრეს სადღეგრძელოს, მე მესამე იქნება ვაფშე მონადირების სადღეგრძელო და რაღაცა იქნება რა. აბა ნახოთ ბიჭებს საკმაოდ დიდი ბარგი აქვთ. შეხედა შენ პავადოკია ბიჭებს ამხლანა ვიყავთ. 4 მეტრა 50, ხო ბახა? კი. ზრავი? ჰა? ზრავი? ზრავი 15. 15, Yamaha. ყოლი? პევე ხა არა? ხე. 1 2 3 6 სექციანი. ვაუ. მაგარია. შენ აქეთ. ეს არის ტიტანიკი. ვიდი დამაშა. აი, ამოციეს. ეს ამო სუპერ. მოვაგზავნე. აი ესე გავალაგეთ ფიტულები, იქ იქნება ჩვენი საფარი, ბუნებრივი საფარი არის გაკეთებული. ერთი მაღალი მახაკრილა იქ არის. აქ ავართ ხა მე და მანუჩარი. და გადავალთ ხა იქეთ ბიჭები იქეთ გოლოდებიან. შოთიკო, ბახა და ვაჟიკო. გადავალთ აი იქეთ მხარეს და ჩაუსაფრდებით იმედია საღამოს გაგვახარებს ჩვენი იხუგები. რავი, ჩვენ მოვინდომეთ მაქსიმალურად რაც შეგვეძლო. ეგ არის რაც არის. ეს ფერმა რამდენი ხანია როგორ? 2 წელია. ალოცას მოსახურეს ყველა იმ ხალხს. ყველაფერი კარგი და საუკეთესო. გაგვიმარჯოს. კარგი ნადირობა. გაიხარე. ბახა, კვატები რას ფიქრობენ? აჰა. მოვინენო. ბიჭები. პავადოკიანი ბიჭები მოვინენო, მაგრამ პავადოკთან ერთად თოფების კონდათო. სასიკვდილო გასროლებს აკეთებდნენ. კატერებიო ისე გადიოდნენ, გამოდიონენო. ადგილი ვერ ვნახეთო დასაშტომიო. კაროჩე, დაველოდოთ უკვე დროა. ნახევარ საათში უკვე იწყება იხვის შემოფრენა. ნახევარ საათშიც. აბა, წავედით. ჰო. კაი, გაჩერდით, აღარ ლაპარაკობთ, გაჩერდით. ეს როლი. კაი, მომისვნეთ ხუჭებო. ყურადღებით იყავით რა. დაგითვეთ სპეციალურად, თქვენ თავზე გამოდიოდა და უყურეთ რა. შოთიკო, ადექი, შოთიკო, საიდან ნახე. აიღეთ? მალაცი. რა იყო ბიჭო შორი? არა, იმარო ეხოლაგებია. ხო გითხარი ქათამი გადმოვადგა. აი დედალა იყო ის. აი გვარიანი ქათამი იყო.
აუ შეთი გენდა საბრედი კონდა. ვაჟასაც შეეძლოს რომ. ი ბიჭო მათ ხო მითხარით. რატომ მოიგებოდე? ყველაზე დამღლელი. გამარჯობათ. ეს არის უკვე მესამე სანადირო დღე. პირველი დღე წარმატებული იყო. მეორე დღე ვერ ქნა ვერაფერი. ფაქტობრივად იხვი არ გვინახავს. ეს არის 28 თებერვალი. სეზონის დასასრული. ბოლო დღე ესე რომ თქვა ნადირობის და ვეცდებით კარგად დავხუროთ დღევანდელი დღით ჩვენი 2024-2025 წლის სეზონი. დასავარია შედეგიანად. დასავარია შედეგიანად. ერთი იხვიც კი საკმარისია რომ всё, ფახარ რა სიტყვი? მეც ვფიქრობ რომ იქნება იხვი. კი ბატონო. კაი. დღეს გვექნება რიონზე ნადირობა. ნენელა დავიწყებთ. შევცურავთ ორი გასაფერი კატერით. რა სიტყვი პატრიცემო? სარეკი უნდა გავუკეთოთ იხლებს დღეს. სარეკი. დღეს გვექნება ზაგონაი ახოტა ნაუტკუ. წავედი. არა, ეგ ხუმრობით, ეგ აკრძალულია. დევნა. მაგრამ შეგვიძლია ერთი გუნდი თქვათ დავსვათ, თქვათ მედავაჟა დაველოდებით და თქვენ სარეკი გავუკეთოთ. მაგაში ცუდი არაფერი არ არის. კი ბატონო, რა პრობლემა. სხვანაირად დავუქნათ. არ გამოდის სხვანაირად. ორი პარკი ყავს. კი. შევედით ნენელა, აბა წავედი. მოვეწყეთ საფარში. აი ესეთი დაფარვა გავუკეთეთ, ნავსო არ გამოჩნდეს. ცოტა თოვლიც მივაყარეთ. აქეთ ფიტულებია ჩვენი და მახაკრილი ჩავსვით. აქ ისინი დაიხვით დაახლოებით რავი 300-400 ფთა იყო. ძალიან ბევრი იყო, ძალიან. შედარებით სტილი ადგილია, გაშლილი ადგილია, მზის გულზია და ამდენი სტიქიების და ცუდი ამინდების გამო იხმა გადაწყვიტა აიშა. აი, დაულოდოთ ხვის მოსვლას. დავინახე ხო? მე ბოლოში ძალიან დიდი გუნდია. ძალიან დიდი გუნდია. გაჩერდი. Stop. რატო ქნეს? მახაკრილი უნდა გამოვუხტო. მახაკრილი უნდა გამოვუხტო. ის არ მოეწონათ. ჩამოვაგდე ნახე.
აი ეს შეიძლება მოტრიალდეს, აცადე? აცადე? როგორ ახარ? არა მიშავს. არ გასაგებ. ირაკლი. ის რო გავარჯავთ. რა ვიცი, ნადირობთ. არის რამე? მაგარი გუნდი იჯდა აქ რომ მოვედით. ხო და აქ გავჩერდით და უმალეთ ნავი ისი ფიტულები ჩავყარეთ. ერთი 300-400 ფთა იჯდა აიმაში, ხარაზულები. გუშინაც იდნენ აქ, მაგრამ ვერ მოვეყარე და მე არ იყო არაფერი. ხო. მოდი მოიტან. წეღანაც ახლა ორი მოდიოდა, ხარაზულები. და ის მქონდა ჩართული მახაკრილი პროცესს რო იგნოს. მაგან დააფრთხო უეჭველი. თორე ფიტულები მაგრები გვაქვს ძალიან. მალადეც შენ ძახს. აქ იყავი ჩამალული? არა, ეხლა მოვედი გუშინ ნახე აქ რო იხვები იჯდა და მეთქი მივეპარებიან რამე იქნება თქო და. ხო. ხმა რო გავიგე, მე მithე ფიტულები რო. ხო. მოდი მოიტან. ხო. და მადლობა ჯერი. ო, რა კაი მამალია. დაინახე მანძილი, სად ჩამოვარდა? კი. ეგენ მოვდიოდი და. ხო. რაღაცა დაინახა თუ მიგავა შენ. ხო. რა ხნისა? ცოტა დაბერდა 8 წლისა. უი. მალადეც მაინც. აი? შვენიერი. გუშინ წინა უფრო იყო იხვი. ახლა შემოვა, იცი რატო? კაი ამინდებია და ეხა მაგ ზღვაზე ვერ ჩერდება თითქოს. ხო და ესაა ყველაზე თბილი მდინარე ეხა მაგისთვის. გუშინ ვიყავი დასათვალიერებლად, ჩერბა კაისა, ყველაფერი გაყინული იყო ძმა. აბა შენ ეხა კარგად დაიმალე. თუ რამეა შენი ძაღლის იმედი გვაქვს, იმიტომ რომ ნავი გვიყენია. იმისი გამოტანა არის ძალიან ძნელი მატორიკი მაქვს. და ჩემი ბიჭები არიან შემოვლაზე, რომ იხვი დააფრთხონ. გასაგები, შენ გაკეთებული. რა ქვია შენ? გიორგი. სასიამოვნოა ძალიან. აბა შენც გიო და კარგად დაიმალე და იხს მოვიყვანთ. ოჩახ ჯერ, ოჩახ. ესე იგი, ეგვა ვაზნო შოუს. ხო. ახლოს ასროლი არ არის. ახლოს ასროლი არ არის. ესროლე? თუ არ გისრია? ხო. მე აღარ ვიშე. შენ სროლა დაუწყე. უნდა დაუწყო სროლა. აქეთ რო წამოვიდა. მე რა რო გამასწროს? არა, როგორ არა უნდა ესროლო. უნდა აუტეხო ბაგაბოგი, ეს არ უნდა გაგვასროს. ის კალა იგი. იგი, თვისონა. ეკინა დონიკა დაინახე. კი. აცადეთ ვიჭებო. აცადეთ. არ გაინძრეთ. უნდა ვესრულოთ. გაჩერდი. დავაი. სამი ცალი.
აი. ჟარი ცოტა. ბიჭო, აი დაჭრილი ერთი ცალი. ცოტა. ის მიდის იქ. არა ის მკვდარია დედა აქ რატირებ იმას. ერთი ცალი აგერ ჩამოვარდა. ამიტომ ყურადღება უნდა ამ დედ როგორ ტრიპინობენ დაინახე? არა იმას დაიჭერს. ის ამოტრიალებულია იმას დედა აქ. სამია იქ. აულა დავხეთ. ეს ვაფშე უკან ჩამოვარდა, გაუწყდა ძვალი. იკა. ხო. ბიჭო ის ისინი არ დავკარგოთ რა. არა, დავკარ 1 2 3 4 5 ცალი მოვხსენით. всё, გიო ეხა შენ უნდა იყო ჩავო. იკა მიდი მიეხარ რა. არა ის არის. ჰე, ჯერი, ჰე, წინ, ჰე, მიდი დახი, ჰე. Super. ჯერი ჩემპიონი ხარ, ჯერი. ნახე რა კარგი. მაგარი გუნდი შემოგვივიდა. ეგეც მამალია? დედალი. და ერთი ცალი დარჩა იქეთ მამალი გამოსატან. მოიცა? თავში აქვს მორტმოდემ საწავს. მალადეს კიო, როგორი გამოგვივიდა? კარგი. ნახავენ ახლა ამ ვიდეო შენი კლასელები. ეს არის დიდი მონადირე. ძალიან ფას მოხდა ტყვია. მაგარ ბებს მოხდა იქეთ წასულებს კი. აქ მე მგონა ორი ცალი ჩამოვარდებოდა. მოდი. შენი სუპერ. აი როგორ ტრიპინობდნენ გაიგონ ახლა როგორ სტენდნენ. კარგია. 9 ცალი ყავს. მალაცი. ის ერთი ცალი უკან როგორ ჩავარდა? ის ორი ჩამოვარდა. ის უკან. გავიხედა უკვე ედგუზი. გიო მივდივარო დააპირა და ეგრევე. ყოჩა. ეს ცოცხალია. ეს ერთი ცალი აქ საიდან ჩამოვარდეს ადამიანს. ვესროლე. იხვია ბიჭო. სოწავით. ედაურ მოიზახის. აულენეგე. აუდა. წავიდა. საიდან ჩამოვაგდე? კიდე გაკეთა. ის სად მოხსენი ჩემი გაიქეთ. ხო. ბიჭო ჩაუყინთა. ეძებს. უნდა მივეხმაროთ სახს. აი ესე კარგავთ ხურავთ ნადირობის სეზონს. ეს არის 28 თებერვალი.
და მოვინადირეთ რამდენი აქვს 10 წვრილი იხვი 3 დავკარგეთ 3 წვრილი იხვი დავკარგეთ და 2 ცალი დედალ მამალი ხარაზული ძალიან კარგი აი ძალიან კარგი ზომის დასრულები ესე რომ ვთქვათ ბიჭებო კმაყოფილები ხართ დღევანდელი დღეს რა თქმა უნდა ძალიან კარგი ნადირობის სეზონი უნდა გადაიდოს ბოლოდინმა გაამართლა იმის და ხედით რომ რა ვიცი არ მოდიოდა აუზებში იხვი მაგრამ მდინარეზე მოვიდა და შედეგი საგერა სახეზე ძალიან კარგი რაც მოლოდინი გქონდა ბოლო დღეს სამომავლოდ მე იმედია უფრო მეტად გაგვიმართლებს ალბათ იმიტომ რომ იხვი არ შემოსულა მაგრამ ადგილობრივ მოიხვა მაინც ასე თვისია ცოტათი რაღაცა გული გაგვიხარა და რიონმა თავისი თქვა ჩვენს ვიდეოებში ალბათ ჩვენი მოყურებელი ნახავს რა გუნდები შემოვიდა და მე მინდა ირაკლი ამ შვენიერი ადგილიდან სეზონის დახურვას გავუმარჯვებ. რა თქმა უნდა, რა ზუსტად იგივეა და ნუ სეზონი ასე ათვისება შედეგიან დავხურეთ. ღმერთმა ქნას რომ მომავარჯვით და სანამ ვიქნებით ამ პროგრამაზე მენადიროს და ჩვენი ის რაც არის წილი შევიხოთ ყოველთვის აი ხო გავამარჯოს ნამდვილად და ცაში ფრინველს ტყეში ნადირს ზღვაში თევს გავამარჯოს ყველა მონადირეს გავამარჯოს დღევანდელ დღეს გავამარჯოს და მადლობა კიდევ და კიდევ უფალსო შეგვაძლებინა დღეს ესე გებრილად კვილად რომ გაიხარეთ შევძელით იმის გაკეთება რომ ესე დავეწყვეთ მოვედით მინადირეთ მაყოფილები ვართ და ყველა მონადირეს კიდე უსურვებ რომ სამომავლოდ წარმატებული ნადირობა გქონდეს. მინიმუმ ასეთი ნადირობა გქონდეს. რა თქმა უნდა. ასე მგონია ვიზიტი ჩვენი ამხანაგზაზე ჩამოვედით იმიტომ რომ ეს ბიჭები გულოდებოდნენ ჩვენ აღნიშნეთ კიდევაც შემოძლებო იქიდან რომ წამოვედით რომ იქ არიან ბიჭები რომლებიც მოფელოდებიან ჩამოვედით და ავი ძალიან მიხარია რომ აქ ვარ დღესდღეობით სეზონს ვუყრავთ და იმედია რომ ხვალიდაზე იქნება კარგი და გადი. კარგი და დიდი მადლობა სულყოთ. გაიხარეთ, შეგერგოთ ბიჭებო. ერთობით გაგვიმარჯვოს და ხმესმა დაგლოცოს. აკრევაია ვადა. დღეს შენ ხარ დღის გმირიც, ვაუ, შენ რო არ გამოჩენილიყავი? ჩემპიონი ვიყავი. ხო, შენ რო არ გამოჩენილიყავი? შენს ჯერისთან ერთად? ჯო? კაი ბიჭი ხარ შენ. 8 წლისაა, ხო? ჩაატარა დღეს მასტერ კლასები რა. 90% აი ამ იხვების ჯერიმ გამოიყვანა წყლიდან. ფაქტობრივად ვერც მოასწრებდით ნავის შეყვანას. მადლობა ამისათვის შენ და წარმატებები მინდა გისურვა. მადლობა თქვენთვისაც. შენგან დიდი მონადირე დადგება ზოო დასაწყისი ისეთი გაქვს. მადლობა. გაიხარე. აბა წარმატებები. მადლობა. მიდი ვახა აბა შენიც. მოკლედ გემშვიდობებით მეგობრებო, ყველას გისურვებთ უკეთესი სეზონები გქონოდეთ, რაც აქამდე იყო. სამწუხაროდ ჩვენ წვეთ ნადირობას, რადგან სეზონი უკვე დახურულია. თუ ამ ვიდეოს ნახავს შესაბამისი სტრუქტურა, რომელიც განიხილავს ზოგადად ნადირობის სეზონის გახსნა დახურვას, მაინც თუ გაითვალისწინებთ იმას, რომ მონადირეები ძალიან დიდ ფინანსებს, ძალიან დიდ შრომას და ენერგიას ვდებთ, როდესაც ჩვენ სანადიროდ გავდივართ, კარგი იქნება სეზონის ბოლოს თუ გავითვალისწინებთ და ცოტა გადავავადებთ. რათა შევძლოთ კარგი ნადირობების ჩატარება. ფაქტობრივად შემოსული იხვი არ ყოფილა, არ დაფიქსირებულა. ძალიან ბევრი მონადირე იყო დასავლეთ საქართველოში წამოსული და შემოსული გადამფრენი იხვი ის მასა, ის რაოდენობა არ დაფიქსირებულა. უკვე რამოდენიმე დღეში ალბათ გამოჩნდება, მაგრამ ჩვენ არ გვექნება უფლება ვინადიროთ. ამიტომ ნუ მისცემთ ადამიანებს იმის საშუალებას, რომ ჭყალებში ბრაკონიერონ, დაარღვიონ კანონი და ასე შემდეგ. ნუ გააკეთებინებთ იმას, რაც შესაძლოა რომ კანონიერი გახდეს. მივცეთ ადამიანებს უფლება, მათ შორის ჩვენს, მათ შორის სხვა მონადირეებს, რომ სეზონის ფარგლებში ინადირონ კანონმორჩილად და ყველაფერი კარგად იქნება. რატომ უნდა დაერქვას ბრაკონიერი ისეთ ადამიანს, ანუ
კანონი თუ დაარღვია ადამიანმა და ინადირა თქვათ 1 მარტს, 2 მარტს, 3 მარტს, ну, ბრაკონიერია ესე რომ თქვათ. არანაირად არ არის ბრაკონიერი. ამიტომ კანონში უნდა შევიტანოთ ისეთი ცვლილებები, რომლებიც პირიქით მინიმუმამდე დაიყვანს კანონდარღვევებს. ჩემი აზრი არის ყოველ შემთხვევაში ეს და ჩვენც გაყოფილები ვიქნებით და სხვაებიც გაყოფილები იქნებიან. ჩვენ სხვა კუთხით ვინადირებთ მტაცებლების ამბავში, მტაცებლების ამოღებას ვაპირებთ. რა თქმა უნდა, ეს იქნება კანონიერი გზით, სპეციალური აღებული ლიცენზიებით, გვექნება ლიცენზირებული ნადირობები მტაცებელზე, მათ შორის მგელზეც. დანარჩენი კიდე შიგადაში გადავიღებთ რაღაც ვიდეოებს, სროლებს, იარაღის განხილვებს და აბა გეშლოვებით მაინც მომავალ სეზონამდე. წარმატებები, მიხარია რომ ხართ ჩვენი გამომწერები, ადევნებთ თვალყურს ჩვენს YouTube არხს. გამოწერილი გაქვთ არხი. ჩვენი ინტერესი სხვა არაფერი არ არის, მინდა რომ ერთად ვიყოთ და ბევრნი ვიყოთ. აქედან ჩვენ არანაირად არ გვაქვს შემოსავალი და ჩვენი ინტერესია რაც უფრო მეტნი ვიქნებით კანონმორჩილი და კარგი მონადირეები, მით უფრო მაღალ დონეზე იქნება საქართველოში ნადირობა. რატომ უნდა წავიდეთ სხვა ქვეყანაში, როცა ჩვენი ბუნება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კარგად ვინადიროთ. ცოტა სახელმწიფოც მოგვეხმარება, რაც წეგან აღვნიშნე ნადირობის სეზონებთან დაკავშირებით და ყველაფერი კარგად იქნება. ამაღლდება მონადირეების ცოდნის დონე საქართველოში და ეს ყველაფერს შეცვლის, რა თქმა უნდა, კარგისკენ. დაგემშვიდობებით, მადლობა, კარგად გზადებოდეთ. ნადირობის დახურვის ალპური ცეცხლი 1 2 3 კაია ხო ნადირობის სეზონი დახურულია აიხარეთ ისევ მართლა